აი ეს არის თქვენი როგორი ლამაზია, როგორ ხდება ფერები და ეს ფერების გრადაცია. ანუ მართლა ყველაფერი გვიფუჭდებოდა, თითქოს მართლა არაფერი არ გამოგდიოდა, მაინც კმაყოფილი დარჩა ბოლოს. იმის მერე კიდე ბევრი რაღაც დაგვიკვეთა, დღეს ჩვენგან შეიძინა ბუფეტი და მინდა რომ სიურპრიზი გავუკეთო და ამ ბუფეტის შესაბამისი ტორშერი დაუმზადო. თან მოგიყვებით იმ ამბავს, რომელმაც ჩვენ საქმიანობაზე რეალურად გავლენა იქონია, მართლა სადღაც ზღვარზე ვიყავით, საერთოდ გავაგრძელებდით ამას თუ დავნებდებოდით და შევეშვებოდით. სანამ ტორშერს ერთ მთლიანობა დავაქცევ, თითოეული დეტალი ეტაპობრივად უნდა შევქმნა. ეს მომენტი ყველაზე მეტად მომწონს, როცა ხმაურიდან ახერხი ერთმანეთში ირევა და ნელ-ნელა ვხედავ იმას, რაც აქამდე მხოლოდ გონებაში მქონდა წარმოდგენილი. მთელი გულით მინდა, რომ განსაკუთრებული საჩუქარი გამოვიდეს. სანამ ავეჯის გარდაქმნის შეკვეთებს ავიღებდით, დიდი ხნის განმავლობაში მარტო ჩვენი და ჩვენი მეგობრების ნივთებზე ვმუშაობდით. ხან ვაფუჭებდით, ხან ვაკეთებდით. ძირითადად ვაფუჭებდით დასაწყისში. მაგრამ როდესაც როგორც იქნა გავბედეთ და გადავწყვიტეთ, რომ ვიყავით შეკვეთებისთვის, მაშინ გამოჩნდა ხათუნა და დაგვიკვეთა მისი ავეჯის განახლება. ჯერ სახელოსნო არ გქონდა, მაგრამ მას ჰქონდა ვერანდა, სადაც შემოგთავაზა მუშაობა და რა თქმა უნდა, მივიღეთ ეს შანსად ჩვენი საქმიანობის განვითარების და დავთანხმდით. რამე რომ გამოგჩენა და ჩამოვწერეთ, რა დაგვჭირდებოდა, ხელსაწყოები და მასალები ჩავალაგეთ მანქანაში და წავედით. ნამდვილი თავგადასავალი მაშინ დაიწყო, როცა საბარგული ავხადეთ და თითქმის 3 ლიტრის აღებავი დაქცეული დაგვხვდა. მაგრამ ამით ხასიათი არ გავიფუჭეთ, ეს ჩვენი პირველი შეკვეთა იყო, დავივიწყეთ მანქანაც და საღებავით, წავედი მოვიტანე ახალი საღებავი და დავიწყეთ მუშაობა. ესეთი თაროები გამოვიდა, ესეთი ფეხები. ეხლა ამ ყველაფერს გავაპრიალებ, დავაზუმთარებ, ავაწყობ და მზად ვიქნები, რომ გადავიდე დიზაინზე. რა თქმა უნდა, მხოლოდ საღებავის დაქცევით არ შემოვიფარგლებოდით, გავშკურკეთ, დავამუშავეთ, გადავედით დიზაინის ნაწილზე, ავზომეთ და ნინინ მიამაგრა ორნამენტები. იმდენად დაბნეულები ვიყავით, რომ სანამ სველი იყო ორნამენტებიდან წებოს ნარჩენების გაწმენდა დაგვავიწყდა და მომდევნო დღეს თითქმის ნახევარ დღეზე მეტი ამ წებოების გაწმენდაზე დავხარჯეთ. დრო რაც უფრო გადიოდა და ვხედავდით, რომ ხათუნა კმაყოფილი იყო ჩვენი მუშაობით და მოსალოდნელი შედეგით, თითქოს უფრო ნაკლებად დაძაბულები ვიყავით. თუმცა ამით შეცდომების რაოდენობა არ მცირდება. შეღებვა და ორნამენტების დამუშავება დავასრულეთ. მარტო გალაქვა და სახელურების დაყენება გქონდა დარჩენილი, ძალიან ლამაზი გამოგდიოდა და გაცილებით უფრო მოტივირებულები ვმუშაობდით, როცა შესაღები პისტოლეტი დამივარდა და საღებავი მთლიანად გადაესხა ერთ გადადას. ხულობისგან აღარ ვიცოდი რა მექნა. ესეთი რამე სახელოსნოში რომ მოგსვლოდა, ცუდი იქნებოდა, მაგრამ არა უშავს, გამოვასწორებდით. თუმცა როცა ამ ყველაფერს მომხმარებელი უყურებს, გეშინია რომ შენი უიღბლობა არაპროფესიონალიზმად არ ჩაგითვალა. ზუსტად ასეთ მომენტებში უგრძნობდით, როგორ გვიმართლა მომხმარებელში, რომელიც მხოლოდ გვამშვიდებდა, გვამხნევებდა და აღფრთოვანებას გამოხატავდა ჩვენი ნამუშევრის მიმართ. ეხლა უკვე უნდა დავგრუნტო, გავშკურკავ, მზად მექნება შესაღებად. შევღებავ იგივე ფერში, როგორც გვაქვს ბუფეტი, იგივენაირ გრადაციებს გავუკეთებ. მე მგონი, რომ ძალიან კარგი შედეგი უნდა მივიღოთ. ჩვენი უიღბლობა არც ამით დამთავრებულა. როგორც იქნა კიდევ ერთხელ მიუახლოვდით დასრულებას და ბოლო დეტალები, ანუ სახელურები უნდა დაგვეყენებინა, სიურპრიზი დაგვხვდა. იმ ადგილზე, სადაც სახელურების დაყენებას ვაპირებდით, საკეტი აღმოჩნდა, რომელიც რეალურად უკვე გაუქმებული ჰქონდა. ამ დროს ვიამაყე ჩემი ნაყიდი ძვირიანი სვერლოებით და სახელურის ადგილი მარტივად საკეტიანად გავხვრიტე. სავარაუდოდ გახვრეტის დროს საკეტი შიგნიდან გადატრიალდა და კარადის კარი ჩაგვეკეტა. უკვე ძალიან ლამაზია, ძალიან კარგი ფერი გამოვიდა. ტექნიკური დეფექტები არ ამოაგდო, ანუ ნაკაწრები ასე შემდეგაც დამუშავებული მქონდა, დაშპაკლული იდეალურად იმუშავა, მაგრამ ეხლა უნდა გადავიდე უკვე იმ ნაწილზე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, უნდა გავუკეთო გრადაციები. ვიღებ იგივე ფერის ცოტა მუქ ტონს, გავუკეთებ გარდამავალ ტონებს, ანუ შემოვიყვან სადღაც სიმუქეებს. ეს პროცესი ყველაზე ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ თითქოს ამ დროს ძერ წავ ნამუშევარს, ზუსტად ისეთ ფორმებს ვაძლევ, როგორიც მინდა რომ იყოს. საკეტის ეპიზოდში ყველაზე მთავარი ხათუნას რეაქცია იყო, რომელიც ჩვეული სიმშვიდით ყურადღების გადასატანად სახლში შესვლას და ფეხბურთის ყურებას გთხოვდა. ჩვენს უიღბლობაზე უკვე ნერვებიც აღარ მეშლებოდა, ერთი რაც ზუსტად მახსოვს, ყველანაირი ემოცია ერთდროულად მქონდა. თითქმის დავასრულე, უკვე ელექტროობას ვაწყობდა. მე მგონი ყველაზე სწორი დროა იმისთვის, რომ ჩემი არხის გამოწერა გთხოვოთ. ვინც Facebook-ზე უყურებთ, გთხოვთ რომ დაგვითმოთ 2 წუთი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გადადით YouTube-ზე და დააჭირეთ subscribe ღილაკს. ავეჯის ისტორია იმით დასრულდა, რომ მომხმარებელი ძალიან კმაყოფილი დარჩა, ჩვენ კიდევ ყველა მომდევნო შეცდომის გამოცდილება წინასწარ გავიარეთ. მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ეხლა ურეკავ ხათუნას, რომ ვაჩვენო, რა გამოგვივიდა, საერთოდ სიურპრიზი როგორია და ძალიან ნერვიულობ, მაინტერესებს მოეწონება თუ არ მოეწონება.
კი როგორ ხარ? კარგად, თქვენ როგორ ხართ? მეც კარგად. მოკლედ რაღაც სიურპრიზს გიკეთებთ. ანუ საჩუქარს გიკეთებთ თქვენ ბუფეტთან ერთად რო დადგათ, კი? ой, რასაუბარ გიორგი? ხო და აი ძალიან მაინტერესებს თუ მოგეწონებათ ახლა გაჩვენებთ. ой, მე არ ველოდი ეს- ამას. ეს თქვენი ბუფეტი და აი ეს არის თქვენი როგორი ლამაზია, როგორ ხდება ფერები და ეს ფერების გრადაცია, სხვადასხვა ფერები და ზემო. კი, ზუსტად ისე გავაკეთეთ, როგორც ბუფეტი, ნახეთ. როგორც ბუფეტი. ულამაზესია, გიორგი, ულამაზესი. ძალიან და მიხარია. სულ ისეთი ნასი ფერით მთავრდება. ხერხე ჩემო კი, რა ბატონო. ლამაზია. ძალიან ლამაზია. ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ. მე ძალიან არ ველოდი და ნუ სასწაული. ულამაზესია. ძალიან მიხარია. კარგი, დაგემშვიდობებით მაშინ და შაბათ სამკვირას მოგიტანთ ორივეს ერთად. ვაი, მე როდის მოვა შაბათ-კვირა? კარგით, ნახვამდის აბა. კარგით. მადლობა. ამ ამბის მორალი ალბათ ის არის, რომ სინამდვილეში არასდროს არ ვიცით ჩვენი სიტყვა ან ქმედება სხვა ადამიანზე როგორ იმოქმედებს. ამიტომ ალბათ უმჯობესია, რომ ძალიან ვეცადოთ გადავაფასოთ ჩვენი მიდგომები სხვა ადამიანებთან მიმართებაში.